ქართული ცეკვის წრეზე ანა 3 წლის წინ მოვიყვანე, რადგან რეპეტიციებზე დასწრების უფლება მშობლებს არ გვაქვს, ამ სურვილს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ღია გაკვეთილზე ვისრულებ. სამი ბავშვის სხვადასხვა წრეზე ტარება ისეთი სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს. როგორია სამი შვილის დედისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე? მოდი დავიწყოთ თავიდან. ბაღში დღეს ფეხით მივდივარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ანას მეგობარმა გამოუარა და სკოლაში მასთან ერთად წავიდა. ფეხით სეირნობა ყველას ძალიან გვიყვარს, თუ კი რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა გვეძლება. ვიდრე ბავშვები სკოლასა და ბაღში არიან, უნდა მოვასწრო და თავი მოვიწესრიგო, თორემ ესენი რომ მოვლენ, სალონში წასვლის დრო მექნება კი არა, შეიძლება ჭამის დრო აღარ იყოს. ჩემმა ფორმა დაკარგულმა თმამ მაიძულა საკუთარ თავს რამდენიმე საათი მოვპარო, ჩემს გაჭირვებას კიდე ერთი რაღაც უბედურება დაემატა, ჩემ მანქანას 100 წელი შეუსრულდა და მოკვდა და ასე რომ ჩემს ყველაზე ერთგულ ტრანსპორტს, ჩემს ფეხებს უნდა მივენდო და უნდა ვირბინო ოღონდ ორმაგი სიჩქარით. დღეს თმის შეჭრასაც ვაპირებ, თუ რა თქმა უნდა მოვასწარი. სალონში 2 საათის გატარება სამი შვილის დედისთვის ენით აღუწერელი ფუფუნებაა. როგორც იქნა გადავედით გაშრობაზე. შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თან ცალი-თვალით საათს უყურებ. სხვა დედები ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეღამეში 24 საათი საკმარისი ნამდვილად არ არის. ესეც საბოლოო შედეგი. სახლში გაქცევის დროა. არ ყოფილა ცუდი სხვათა შორის, როდესაც საკუთარ თავს დროს მოპარავ და 1000 ერთხელ მაინც გაგახსენდება, რომ ხალი ხარ და რაღაც საჭიროებები გაქვს ბავშვების გარდა. ფეხით ისე სწრაფად ვერ გადავადგილდები უბანში, როგორც მანქანით, ასე რომ ორმაგი ძალისხმევა მჭირდება ამ ყველაფრისთვის. მაგრამ არა უშავს. უკვე სახლშიც მოვედი. ესე იგი 4-ზე მაქვს ანას ხატვა, 5-ს რო 15 დააკლდება, პატარები ბაღიდან უნდა გამოვიყვანო, 5-ზე თეკლას ცეკვა, 7-ზე ანას მუსიკა და მთელი ამ ხნის განმავლობაში გაძლება მე. ეს თეკლას ნახატი. მე თავისი თავი და დაძმა დახატა. მამა სადაა მეთქი და ფურცლის უკან არისო, ესპანეთშიო. ვისარგებლებ შემთხვევით და სანამ ჩემი შვილები სკოლა ბაღში არიან, მანამდე თან მათ მაგიდას და უჯრებს მოვაწესრიგებ და თან მოგიყვებით, რას ვფიქრობ წრეებთან დაკავშირებით. მოკლედ, ყველა მშობელი ვცდილობთ, რომ როგორმე პატარა ასაკიდანვე ბავშვი დავაკავოთ მისთვის საინტერესო, შემეცნებითი და მნიშვნელოვანი აქტივობებით. იმით, რის საშუალებასაც სკოლა არ იძლევა სამწუხაროდ. დაგვყავს ცურვაზე, ხატვაზე, ინგლისურზე, სიმღერა, მუსიკა, კალათბურთი, ჩოგბურთი და ასე შემდეგ. მოკლედ, ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის იძულებული ვართ ვატაროთ და ამაში დამატებითი ფული გადავიხადოთ. ისევე როგორც ზოგიერთი საგანი დამატებით საჭიროებს ჩარევას, რადგან სამწუხაროდ იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ჩვენ გვინდა ჩვენი შვილისთვის იმ ხარისხით სკოლებში არ ისწავლება. ნემსის ყუნწში ვძვრებით, რომ როგორმე ბავშვებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება, თუმცა სამწუხაროდ ეს წრეები არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგალითად, მე ჩემი შვილების სამივე შვილის წრეები, მით უმეტეს ტყუპები მხოლოდ ცეკვის წრეზე დამყავს, მიჯდება თვეში დაახლოებით 1000 ლარი, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახისთვის ნამდვილად არ არის პატარა თანხა და საკმაოდ სერიოზული ფინანსური წნეხია. სხვათა შორის ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ბავშვი რაღაც წრეზე სიარულს იწყებს და ცოტა ხანში გეუბნება, რომ ან აღარ უნდა, ან ეზარება, ან გთხოვს, რომ გამოიყვანო და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევი მე?
თავდაპირველად ვცდილობ ძალიან მკაფიოდ და კარგად ავუხსნა სად ვუპირებ შეყვანას და თუ ამა თუ იმ წრეზე მთანხმდება ძალიან მინდა რომ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თანხმობაზე და ვუხსნი რომ ეს არ არის თამაში რომელიც როცა უნდა მაშინ შეუძლია შეწყვიტოს რომ თუ რაღაცას დაიწყებს აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს თუმცა ჩემთვის მაინც არსებობს აი სავალდებულო და არასავალდებულო წრეები აი მაგალითად თუ მეტყვის რომ აღარ უნდა ხატვაზე სიარული რა თქმა უნდა ეხლა ეს დიდად არ მესიამოვნება მაგრამ ვითვალისწინებ იმას რომ ეს საკმაოდ სპეციფიკური სფეროა და რაღაც სპეციალურ უნარებსაც მოითხოვს, ნიჭსაც მოითხოვს და თუ მეტყვის რომ ნუ ამის ნიჭი არ აქვს და აღარ უნდა და არ სურს ხატვა, გამოვიყვან ხატვის წრიდან. თუმცა თუ მეტყვის რომ მაგალითად უცხოენა აღარ უნდა, უცხოენის წრეზე სიარული არ უნდა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო კატეგორიული ვიქნები, რადგან მე მას ავუხსნი, რატომ შეიძლება მისი მომავლისთვის უცხოენის არ ცოდნა იყოს დამაზიანებელი, ავუხსნი რომ სრულფასოვან პროფესიონალად, კონკურენტუნარიან სპეციალისტად ვერ ჩამოყალიბდება თუ უცხოენა არ ეცოდინება, მე მაინც ვთვლი რომ ბევრი რაღაც უნდა შევთავაზოთ ბავშვს და რასაც აირჩევს, იმაზე უნდა ვცადოთ როგორღაც ავაღებინოთ პასუხისმგებლობა. დავეთით. და რამდენ ხანში მოგაკითხო? ერთ საათში. აი, გავიქეცთ. დღეს თეკლას ცეკვა აქვს, ამიტომ ბაღიდან ცოტა ადრე უნდა გამოვიყვანო. სანდრო სხვა დღეს უწევს. რას ვიზამთ? მარტივად ხომ არაფერია ჩემს ცხოვრებაში. მათ შორის არც ბავშვების წრეები. როგორც გითხარით, თავიდან 5 წლის ბავშვისთვის ცეკვა მეც ცოტა ნაადრევი მეგონა. თუმცა თეკლას რომ ვუყურებ, სულ უფრო და უფრო ვწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, უარი რომ არ უთხარი. ცოტა გვაგვიანდება, ამიტომ ვჩქარობთ. ამ დროს მირეკავს ანა და მეუბნება რომ ფუნჯები დარჩა. ცეკვა უნდა დავტოვო ცეკვაზე, წაუღვანას ფუნჯები, მერე დავბრუნდე უკან, წამოვიყვანო. ერთოჩი. მოვედით ხატვიდან. ახლა ანამ სასწრაფოდ გაკვეთილები უნდა ისწავლოს 2 საათში მუსიკაზე მიდის. იქიდან მოსულებს კი არაფრის თავი აღარ გვეცდება. ამასობაში კი თეკლას ცეკვიდან გამოყვანის დროა. მოკლედ ერთ-ერთი ასეთი დღე მაქვს ამას დამატებული ის რომ ტყუპები დაპატიჟეს დაბადების დღეზე. და მივიყვანე ეს ბავშვების სადღესასწაულო ცენტრში დავტოვე, გამოვიქეცი იქედან და ანა წავიყვანე ინგლისურზე დავტოვე, შემდეგ ავბრუნდი სადღესასწაულო ცენტრში თეკლა წამოვიყვანე ცეკვაზე დავტოვე, შემდეგ მე და სანდრო გავიქეცით, ანა გამოვიყვანეთ ინგლისურიდან და მოვიყვანეთ სახლში, მერე მოვიყვანეთ თეკლა, მერე ისევ ანა წავიყვანე მუსიკაზე და საღამოს მოკლედ ყველანი ერთად შევგროვდით და უკვე იმ მდგომარეობაში ვარ რომ მეტყველების უნარი დაკარგული მაქვს, თვალები ამოტრიალებული ვზივარ და ვუყვები ამ ყველაფერს ჩემს ქმარს და იმისგანაც მესმის რაღაც თანაგრძნობით სავსე სიტყვები, შეწუხებული სახე აქვს მიღებული და როგორ დღეში ხარო, როგორ დაგეხმარო მეუბნება და უცებ ამ ყველაფერს აგრძელებს ფრაზით რომ კი მარაო ამას წინათო იუსტიციის სახლშიო საბუთები რო ჩააბარე ისევ დოკუმენტიო უკეო მზად იქნებაო და რა ვერ გამოიტანეო და მომენტალურად ერორი რომ დამეწერა სახეზე და მეტყველების უნარი რომ დამიბრუნდა სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და ყველა სოციალურ ქსელში ერთი დღით დამბლოკა ხალხო, რატომ არ გამოიტანეო დოკუმენტი, რომელსაც დღეს გამოიტანდი, თუ 2 კვირის მერე დიდად არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა? ცეკვას ისეთი სერიოზულობით მოეკიდა, იმდენს ვარჯიშობს, ხანდახან მავიწყდება, რომ ჯერ 5 წლისაა. ასეთი პატარა უკვე ცეკვა? დიახ. იცი რა კაი იყო შენ არიცი?
ჩემი რუტინა მთლიანად ირევა მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დღესთან, როგორიც მაქვს დღეს, მაგალითად, ერთ-ერთ ტელევიზიაში მივდივარ, უნდა ვისაუბრო ესპანურ და ქართულ ფასებთან დაკავშირებით და სამშვილიანი დედის გადმოსახედიდან როგორ აღვიქვამ ამ ქართულ ფასებს. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ვლოგი ესპანურ ფასებთან დაკავშირებით, რომელიც ბარსელონაში ყოფნის დროს ჩავწერე და შემდეგ გამიზიაროთ თქვენი აზრი. მოკლედ ახლა მივდივარ სტუდიაში. ოღონდ არ მკითხოთ ბავშვები ან სად დავტოვე, ან მათი წრეების ამბები როგორ დავალაგე. აი თითქმის მოვედით. ემზადებით ეთერისთვის. მე ვარ ემიგრანტის მეუღლე ამავდროულად, როდესაც ვიყავით ბარსელონაში მე და ჩემი შვილები, ძალიან ბევრმა მომწერა, რომ იქნებ ესპანურ ფასებთან დაკავშირებით გაგეკეთებინა ვლოგი. ლიტრნა ნახევრიანი რძის ფასი იქ არის ევრო და 98 ცენტი. იგივე შაქარი 1 ევროც არ ღირს. ნაყინის შეფუთვა, სადაც 6 ცალი ნაყინი არის 2 ევრო ნახევარი. ანუ იმდენად მინიმალური ფასებია, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახს თავისუფლად შეუძლია სრულ ფასოვნად გამოყვებოს ბავშვები. და დღის ბოლოს საკონტროლო გასროლა. ანას მუსიკა. მოვაღწიე როგორც იქნა სახლში, უკვე შემიძლია ჩემს დივანზე მოვიკალათო და ახლა რომ ვინმე მითხრას, არ მუშაობდა, რა გღლისო, ვერ გამასწრებს დედამიწით.